გამომშვიდობება პატრიარქთან ილია მეორემ თელმა საქართველომ დაიტირა. გლოვის დღეები და დაკრძალვის ცერემონია ერის მთლიანობისა და ერთობის გამოხატულებად იქცა. ეს იყო დღეები, როდესაც ყველაზე ნათლად ჩანდა ეკლესიის სულიერი ფასეულობების რწმენის, ისტორიისა და საკუთარი ტრადიციების მიმართ ერთსულოვნება, პატივისცემა და უსაზღრო სიყვარული. ამ დღეებში ყველაზე ნათლად და მკაფიოდ ჩანდა მთელი მსოფლიოს თვალში პატარა, მაგრამ ძლიერი და დიდი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის იდენტობა, სიმტკიცე და ძალა. საქართველო მიყვარხარ. უწმინდესის და უნეტარესის ამ სიტყვების და მის მიერ დაწერილი საგალობლების ფონზე 151 პატრიარქი სამუდამო განსასვენებელს მიაბარეს. რეკავდა სამგლოვია როზარები და ტიროდა სრულიადერი. ვერც ერთი სიტყვა და ფრაზა ვერ აღწერს ბოლო დღეების მოვლენის მასშტაბს და სულიერი მამისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატად მრავალსაათიან რიგებში ჩამდგარი 100,000-ობით ადამიანის დაუსრულებელ ნაკადს. დაშვებული დროშების სამებიდან სიონამდე საპატიო ყარაული, მდუმარება და საყოველთაო თაყვანისცემა. უკანასკნელ გზაზე სულიერ მამას ჩუმად და დიდი ტკივილით მიაცილებდა მთელი ქვეყანა. ემოციური და ამაღელვებელი კადრები კი ზუსტად გადმოსცემდა ცნობილი პოეტის ლექსში აღწერილ სურათს. გუშინ დუმდა სიონი და დუმდა ხალხი. 2026 წლის 22 მარტს ხალხმა უკანასკნელ გზაზე გააცილა პატრიარქი, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე დატოვებული მძიმე კვალის და არაერთი გამოწვევის ფონზე ერში რწმენა გააძლიერა. ეკლესიის როლი მნიშვნელოვნად გაზარდა. ხალხი ტაძრებში დააბრუნა, მივიდა ყველასთან, მოусმინა ყველას და ქვეყნის სულიერ ლიდერობასთან ერთად ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. დამშვიდობება, რომლითაც პატრიარქის საქართველო ერთგვარად მთელ მსოფლიოს მიესალმა და უთხრა, რომ მისი უდიდებულესობა ქართველიერი თავის მრავალსაუკუნოვან საყრდენზე ისევ მყარად დგას. თქვა მდუმარებით და ის ასეთი ხმამაღალი არასოდეს ყოფილა. გასულმა დღეებმა, რომელიც სიყვარულით ღამის თენების კვირა იყო, შინ თუ გარეთ საზოგადოებას აჩვენა ვინ არის ქართველიერი, რა ღირებულებებისა და პრინციპების მატარებელია. მისმა უწმინდესობამ სიცოცხლეში, რაც ბოლომდე ვერ მოახერხა, თავისი ამ ქვეყნიდან გასვლით აჩვენა ყველას, რომ როგორი ერთიანობა შეუძლია ქართულ ხალხს. პატრიარქი არ იყო მარტო სასულიერო პირი, ის იყო დიდი მოღვაწე. და აი მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ როგორ შეგვიძლია ჩვენ პატივი მივაგოთ ღირსეულ ადამიანს. ხანდაზმულები ზოგჯერ ხელში ჯოხით, მშობლები მცირეწლოვანი ბავშვებით, შორეული მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული მოქალაქეები, ახალგაზრდები თუ შუახნის ადამიანები სამებისკენ მიმავალ კილომეტრიან აღმართზე ხალხით გადაჭედილ მასაში გააზრებულად, უხმაუროდ დგებოდნენ და იცოდნენ, რომ დანიშნულების ადგილამდე მისვლას შესაძლოა 12 საათიც კი დასჭირვებოდა. მათ მოთმინებას ცდიდა ამინდიც. ამის მიუხედავად ხალხი მაინც იდგა, რადგან ეს იყო მათი არჩევანი, პატივი მიეგოთ პატრიარქისთვის, ვინც მათთვის ქართული ფასეულობების დაცვის ორიენტირი იყო. ჯერ თავისი ცხოვრებით რა აკეთა ამ ადამიანმა და თავისი გარდაცვალებით რა გააკეთა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს იყო ქართველი ხალხის გამორკვევის, რაღაც კათარზისის პერიოდი და გნებავთ რეფერენდუმი დაარქვით, გნებავთ არჩევნები, რაც გინდათ, მე ვფიქრობ, ეს იყო ქართველი ხალხის არჩევანი ღმერთის და სიყვარულის სასარგებლოდ. და ეს არჩევანი ქართულმა ერმა და ქართულმა ხალხმა გააკეთა და სანახავთ ყველას, აბსოლუტურად და ანახა, რომ აი ასეთები ვართ ქართველები, მოგწონვართ, არ მოგწონვართ და ჩვენ ნამდვილად ვერ შევიცვლებით. ჯერ არნახულად მდუმარე ავლაბარში, სამების ტაძრისკენ მიმავალი გზა ინახავს თავზე დათენების არაერთ ისტორიასაც. სურათი მოლოდინებს ყოველდღიურად აჭარბებდა. კიდევ უფრო ემოციური იყო გლოვის ბოლო დღე. გვერდიდან გავიგე ესეთი ისინი, რომ ვარჯერ მამანს და მამანს, რომ როგორ შეიძლება 100,000 მაგაცმა ერთ დღეს თავი გაწირა. აი, ხო დაინახეთ ხა, რომ ეს ხალხი ადვილად წამსვლელია თავგანწირვაზე. ამერს რაღაც განსაკუთრებული აქვს თავის გენეტიკაში, თავის ფესვებში, რომ მას შეუძლია სასწაულები მოახდინოს. ანუ ჩვენ ვართ დიდი ისტორიის, დიდი გენის მქონეები.
ტაში პატრიარქისადმი იყო ტაში მისი ღვაწლისადმი და იყო დადასტურება იმისა, რომ პატრიარქის 59 წლიანმა წინამძღვრობამ ნაყოფი გამოიღო. ათეიზმის და საბჭოთა რეჟიმის მიერ აღმართული არაერთი ბარიერის პირობებში ილია მეორის დაუღალავი შრომის შედეგად ერი კვლავ მრევლად გარდაიქმნა და ღვთისადმი რწმენა დაბრუნდა. სიცოცხლე დაუბრუნდა იმას, რაც უკვე 2000 წლეულს ითვლის. გლოვის დღეებში ნანახი სურათით ყველათან ხმდება, რომ ქრისტიანული ღირებულებები ერის მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშაა. თავის მხრივ კი, სწორედ ესაა ძირძველი ევროპული ღირებულებების განუყოფელი ნაწილი. ეს არის ის კოდი, რომელიც ჩვენში ჩვენ და დამოუკიდებლად არის. ცხოვრობს, ის არის გამსჭვალული იმ 1000 წლოვანი და 2000 წლოვანი ისტორიით, რაც საქართველოს ქრისტიანობასთან ერთად მოყვება. ვიღაცას რო გონია, რომ საქართველოს უნდა ევროპა და ევროპა უნდა ყველაფრის ფასად, ესე არ არის. საქართველოს ევროპა უნდა იმის ფასად, რა ფასეულობაზე შეიქმნა ევროპა. საქართველოს უნდა ცივილიზაცია სწორედ იმ ფასად, რა ცივილიზაციური, ასე ვთქვათ, იდეაც შემოიტანა კაცობრიობაში ქრისტემ. ღმერთი სამშობლო ადამიანი. თქვა ილია მეორემ, რომლითაც თავისებურად გამოეხმაურა და გააძლიერა ილია ჭავჭავაძის სიტყვები. ენა, მამული, სარწმუნოება. მეორე ილიამ პირველი ცხოვრება წმინდანად შერაცხვის ღირსად მიიჩნია და 1987 წელს ილია ჭავჭავაძეს ილია მართალი ეწოდა. ორივე ილიას შემთხვევაში ეროვნული ხაზის გაძლიერება იყო მათი მოღვაწეობის მთავარი მისია და ბრძოლა მეფის რუსეთის თუ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში. კათოლიკოსთან დამშვიდობების მსურველთა რიგებში ცრემლიანი იდგა პატრიარქის შვილიშვილების და შვილთაშვილების თაობაც. გლოვაში შექმნილმა სურათმა პატრიარქის მზიანი ღამის ახალი და დამაგვირგვინებელი თავი დაწერა, სადაც მისი ქადაგებების შესაბამისად ერი ერთიანი, ურთიერთ სიყვარულით და მადლიერებით განსჭვალული იდგა. შეკრული დატოვა რა ეს ქვეყანა აბსოლუტურად ერთმანეთში შეყვარებული. ჩვენი ვალდებულება რა არის დღეიდან ხვალიდან რომ ცოტა უკეთესები გავხდეთ ყველანი. ჩემ გულში ვფიქრობდი რომ ყველა ქართველი უნდა გახდეს ცოტათი ილია მეორე. როგორც ოდესღაც ჩვენი დიდი წინაპრები ილია მართალი თუნდაც. სწორედ ილია მეორემ შეძლო მრავალფეროვან საქართველოში ურთიერთ მიმღებლობა, სიყვარული და სხვისი რწმენის პატივისცემა დაემკვიდრებინა. სახალხო პატრიარქი სამარადისო განსასვენებლამდე სამხედრო მოსამსახურეების უწყვეტი ჯაჭვის გავლით მიაბრძანეს. სატელევიზიო არქივს საუკუნოდ დარჩება ერის, ბერის და ჯარის სახეზე ასახული ტკივილი და პატივისცემა, რომელიც ამბივალენტურ გრძნობასაც ბადებდა და ცხადად აჩვენებდა იმას, რაც გვაერთიანებს, აჩვენებდა ყველასთვის, შინ თუ გარეთ. ამას არა მარტო ჩვენ ვხედავთ, არამედ ხედავს ყველა. ხედავენ ისინიც, ვინც უნდა ეს დაინახონ. იმიტომ რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ის დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულ ძალებს აქვს, უცხოურ ძალებს საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ ნამეტანი ქართულად და ასე ვთქვათ, ზოგიერთ ჩვენ ეროვნულ ინტერესების დასაცავად ყველაფერზე მივდივართ, ღრმად ვარ დარწმუნებული. ამ გარდაცვალებამ იმათაც უნდა გააგებინოს, ვინ ვარ ჩვენ, რა გვიყვარს ჩვენ, რა არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. აი სად იდგა ქართველი ხალხი, ქართველი ერი და რა უნდა და რა იყო ეს დგომა. სიმშვიდე უნდა, პატივისცემა უნდა, ზრდილობა უნდა, მხიარულებაც უნდა, ხსოვნის პატივისცემაც უნდა. ეს არის კულტურული აი ეს მდგომარეობა თვითონ ერის. ესეთია საქართველო. დანარჩენი ყველაფერი არის თავს მოხვეული. გენიალურ ხალხს არაფრად არ ჩავაგდეთ, სხვა ადამიანებს დავადეთ ფასი და მტერი ვერ ვიცან და მტერს გავუღეთ ალაყაფის კარი. და ჩავარდით ამ მდგომარეობაში. არც პატრიარქის არ ვისმინე და არც იმ საერო ადამიანების, იმ გენიალური ადამიანების, რომლებიც ერთი-ორ ნაბიჯს მაინც ასე ვთქვათ, ზომავდნენ და იცოდნენ რას რა მოყვებოდა. ჩვენი თითოეული ინიციატივა დებატებიდან დაწყებული თუ სხვა პროცესით დამთავრებული არის მოწოდებული იმისკენ, რომ ჯანსაღ ურთიერთობებს მომსახუროთ ქვეყნისთვის, რაც იქნება, რა თქმა უნდა, ჯანსაღი და საზოგადოებისთვის და არ რაღაც გაუაზრებელი, უაზრო დაპირისპირებები და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. პირიქით
ადრე თუ გვიან საზოგადოება თავის სათქმელს ეთყვის ყველა ასეთ ძალას, რომელიც პირიქით მოუწოდებს საზოგადოებას გახლეჩისკენ, მათი თითოეული ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება არის მიმართული საზოგადოების გახლეჩისკენ. პირიქით საზოგადოების გაერთიანება, გვერდში დგომა, მშვიდობისთვის და გაგებისთვის ურთიერთობა და თანამშრომლობა არის ალბათ ის გზავნილები, რაც ყველამ უნდა გამოიტანოს აი ამ დღეებიდან გამომდინარე. 6 დღის განმავლობაში ცრემლთან ერთად იყო სიამაყის განცდა, რომ ქვეყნის სულიერი და მორალური სახე იყო ილია მეორე. კაცი, რომელმაც არა მხოლოდ სიცოცხლით, არამედ გარდაცვალებითაც თქვა ბევრი რამ.